აი ეს 5 ფოთოლიც მზად გვაქვს. ნახეთ, აი აქ მოვედი ბოლოს და საკმაოდ მჭიდროდ არიან, მართალია ესე. რამ ეს სილამაზეს აძლევს, ესეც უნდა იყოს საკმაოდ არშიებით, ესე თითქოს მჭიდროდ ერთმანეთთან ჩავაგებული. ეხლა ჩვენ უკვე ბოლო რიგს მოვხსოვთ, მაგრამ იქამდე აი ეს არკები გვაქვს გასაკეთებელი კიდევ, რაზეც უკვე ისე 5 არკა გაქვთ, 1 2 3 4 5. აი ეს უფრო დიდი ზომის იქნება, რა თქმა უნდა, ეს არკები. აი აქ მაქვს ბოლო თვალი. და ეხლა ისევ ნახეთ, უკანა მხრიდან უნდა შეხედოთ აუცილებლად და უნდა გადახვიდეთ აი პირველი ფოთლის აი ცენტრში, ოღონდ აი ეს აი ამ ადგილას ხო აქ უნდა მივამაგროთ. თვითონ ფოთოლს არ ამაგრებთ, რა თქმა უნდა. ეხლა მე გადავალ აი ნელ-ნელა შემაერთებელი თვლებით, აი ყველაზე უახლოეს აქ თვალთან მოძებნეთ ისეთი, სადაც შესაძლებელია რომ შეხვიდეთ და ნელ-ნელა შემაერთებელი თვლებით გადაადგილდით აი ცენტრისკენ, ხო? 1 ეხლა უკვე აქეთ გადავედი. აი ეს შემაერთებელი თვლები. აქ და აი კიდევ შეიძლება ცოტა, ხო? ნუ აქ ახლა ფაქტიურად ბევრი თვლებიც არ არის, მაინც. აი ეს ფიქრობ, რომ კარგი ადგილია. აი ნახეთ. აი ესე შეხედოთ, სადღაც აი აქ ვარ. აი აქ. ბოლო ფოთლის ცენტრში, ხო? ეხლა აქედან ჩვენ ამოვიყვანთ. ეხლა უფრო დიდი არკები გავაკეთოთ და მოდით 8 თვლიანი არკები იყოს, 8 თავისუფალი თვალით, ხო? 1 თვალი უკვე ამოვიყვანე. მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე. აი ესე 8 თავისუფალი თვალი რომ გქონდეთ. და ჩავამაგრებთ, აბანახეთ, აქედან თუ ამოდის მომდევნო ფოთლის ისევ ცენტრში, აი აქ. აი ეს რაღაც აქ უწევს. აი ესე, აქ შემიყოს თვალი ნამატის გარეშე. და ისევ 8 თავისუფალი თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8. შემდეგ იქნება აი მომდევნო ფოთლის შუა, ზუსტად შუა ადგილი მოძებნეთ. ფაქტიურად ეს გამოდის აი ერთი რიგის წინ რომ არკები იყო, დაახლოებით იქ შევდივართ ისევ. ისევ 8 თავისუფალი თვალი. 4 5 6 7 8. აქაც 5 არკა გექნებათ, ხო? სულ ასე 5 ფოთლიანს ვაკეთებ, თუმცა აქ ფოთლების გარდა კიდევ ესეთი არკები გვაქვს კიდე. 3 4 5 6 7 8. ამ არკების გარდა მე კიდევ ხო ფოთლებს შორის გექნებათ ისეთი ლამაზი ორნამენტებივით ესეთი ნაკსოვი. ეხლა აქ მოდით ნახოთ, ჯერ არ მივსულვარ. აი აქ ვართ და აი აქ ჭირდება ეს ადგილი მიახლოებით. მოვიტანოთ და თვალი ნამატის გარეშე. ისე 1 2 3 4 5 6 7 8. და აი ბოლოა, ხო? ნახეთ 1 2 3 4 და ეს მეხუთე მაქვს ახლა და ამას ჩავამაგრებთ პირველი არკის ძირში, ხო? ნუ საკმაოდ მჭიდრო ნაკსოვია, ესეთი პატარა ყაისნაღეთ გსოვდა. შესაბამისად თვლებიც პატარები გამოდის, თუ კარგად მოვჭიმე. აი ეს შემაერთებელი თვალით ჩავკეტეთ წრე. ეხლა სანამ დავიწყებთ ფოთლის მოქსოვა, ჯობია აქ გავაკეთოთ აი ეს ორნამენტი, რომელიც ნახეთ, აი ესეთი ორნამენტები არის არკას და არკას შორის წერტილიდან გამოდიან, ხოლო თვითონ ფოთოლი კი არკიდან გამოდის, ხო? აი ესე რომ დააკვირდეთ, ეს არკასში კი არ არის, აი შერთების წერტილშია ესეთი ორნამენტი. ეხლა ამას მოვხსოვთ, კარგით? ნახეთ, ესე იგი, აქ უნდა მოვხსოვოთ ჩვენ პირდაპირ, აი
არკას და არკას შორის წერტილი გვაქვს და იქიდან ამოდის ზუსტად ახლა ეს ჩვენი თვალი. აქ ჩვენ ახლა მოგსოვთ თავისუფალი თვლები. ამაზე მაღალი უნდა იყოს, რაც ახლა გვაქვს. არა აქვს მაგ მნიშვნელობა ზუსტად რაოდენობა თვლებს. თავარია უფრო გრძელი გჭირდებათ შემდეგი რიგი უკვე, ხო, ამ ორნამენტისაც და ფოთლისაც. აი, ესე ვფიქრობ, კიდე ცოტა შეიძლება და მოდით გადავთვლი 2, 4, 6, 8, 10 მაქვს. 10 და ეხლა ამის შემდეგ კიდევ ნახეთ, ეს ეხლა რას ვაკეთებთ აქ ჩვენ? აი ეს მომრგვალებული უნდა გავაკეთოთ, აქ მერე თვლები, ასე თქვათ, ნამატით არის ერთი გრძელი თვალი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, მოდით კიდევ აქ დავამატებ 10 თვალი მაქვს და 11, 12, 13, 14 და 15. 15 თვალი, იმიტომ რომ ეს უნდა მოიხაროს, აი ესე. ხო, ანუ გარკვეული სიგრძე წავა ამ მოხრაში. ესე იგი 10 თვალი მქონდა პლუს 5 თვალია ეს მოხრის. ეხლა იმ 10 თვალის შესაფერისი უნდა მოგხსოვოთ თვლები ერთი თვალი ნამატებით, ოღონდ ეხლა რამდენი ნამატი. გავაკეთოთ, მოდით ისეთი სიმაღლე უნდა მივიღოთ, როგორც 10 თვალი გვაქვს, აი აქ 10 თვლიანი თავისუფალი ესეთი ნაკსოვი, როგორც მოითხოვს. ეხლა მოდით აქ მე გავაკეთებ, მოდით, ესე იგი მაქვს აი ეს ნახზე 1, 2, 3, 4, 5, 6. 6 ნამატი იყოს. ჩავიდეთ. აი ეს მაღალი თვალი უნდა ამოვიყვანოთ, ნახეთ. 2 ერთად 2 ერთად 2 ერთად 2 ერთად 2 ერთად 2 ერთად და კიდევ 2 ერთად. აი ეს ნახეთ. აი ეს 10 თვალს ესე ვთქვათ შეუსაბამე თავისუფალი თვლები რო ქონდა, ხო? მიახლოებით აქ 6 ნამატით, თვალი 6 ნამატით. ეხლა ის გადასვლა, ნახეთ, ისევ არკა. აქაც 5 თვლიანი გავაკეთოთ, როგორც აქეთ 5 თვლიანი გვაქვს, ხო, დაახლოებით ესე. 4, 5, აი ეს 5 თვლიანი, ისევ 6 ნამატით. 1, 2, 3, 4, 5, 6. აი ეს და იგივე ესე იგი წერტილიდან უნდა ამოიყვანოთ. იგივე ზუსტად ერთი და იგივე წერტილიდან გამოდიან. 2 ერთად 2 ერთად 2 ერთად, მე მეგონი ფოკუსი დამეკარგა საერთოდ. ნუ ორი ძაფი ერთად ამომყავს მოკლედ. აი ესე, აი ესე. კიდევ და კიდევ. აი ესეთი მაღალი. და ეხლა აი როგორც აქეთ გქონდათ, ხო? 15 თვალი. ეხლა ასე 15 თვალს მოგხსოვ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15. და ჩავამაგროთ აი საწყის წერტილში ისე, ხო? ქვემოთ ჩამოვიდეთ. ეს სამუშაო ძაფი ესე მოიტოვეთ. აქ შეგიძლიათ პრინციპში აქედანაც გაყვეთ, ახლა ნახეთ, ახლა ჩვენ უნდა შემოვუაროთ ამათ თვლებით ნამატის გარეშე, რომ დაფიქსირდეს კარგად. აი ესე. აბა ნახოთ, აი ესე. ანუ მიმართულებას მაინდა-მაინც არ აქვს მნიშვნელობა, რა ხან ახლოსში ეს არკა, ამას შემოვუაროთ. აქაც თვლების რაოდენობა, უბრალოდ უნდა შეავსოთ მაქსიმალურად კარგად, რომ ესე ფორმა კარგად დაიჭიროს. და ახლა აქ დააკვირდით კიდევ აქ წვეროზე ცოტა თითქოს წამახვილებული ეს უნდა მივცეთ ფორმა და ამას ვაკეთებთ ორი თავისუფალი თვალის მოგხსოვით. ან დაახლოებით ეს ორად რო გაკეცავთ და უკვე მისული ხართ, ხო, აი მის წვეროზე აქ ორი თავისუფალი თვალი და გააგრძელეთ აქ კიდევ მოგხსოვეთ. თვლები ნამატის გარეშე.
აი ესე, ნახეთ, აი როგორი ფორმა მისცა, ხო? აი ამ ორმა თვალმა აქ თავისუფალი თვალი რომ მოგსოვ. კარგით, ეხლა აქ ჩვენ შეგვიძლია ესეც გავყვეთ. ან ესე გავყვეთ. მოკლედ ორივე მხარეს არის ეს შესავსები. მოდით კიდევ ერთს დავამატებ და აქეთ გადავალ. მოდით, აი აქაც უნდა გავაკეთოთ ასეთივე. ნამატებ, ესე იგი, ორი თვალი დავამატოთ. კიდევ ერთს მოგსოვ ჯერ და 1 2. ნახეთ, ეს წაამახვილებს ახლა ესეთ თითქოს რაღაც წვეტი აქვს ამ თავზე. აი ეს. ეხლა გავაგრძელებ მე. აქაც იგივე ნაირად უნდა გავაკეთოთ. კიდევ ერთი შეიძლება. აი ესე რომ გაჭიმავთ, ორად რო იკეცება, უკვე იქ შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ორი თავისუფალი თვალი, რომ წაწვეტებული ეს მისცეთ ფორმა. ისე თვლები ნამატის გარეშე. ახლა მე ვფიქრობ, რომ ეს ამ ადგილებს დავტოვებ მე ამის გარეშე, შემოვლის გარეშე იყოს ესე. მე გარშემო შემოული მხოლოდ. აი ესე. ახლა ბოლომდე უნდა ჩავიდეთ, ხო? აქ თუ ძალიან ჭიდროდ გეჩვენებათ, გადაანაწილეთ და ეს ახლა ცოტა აქეთ მჭიდროდ ჩავიმასავქენი და გადავანაწილებ, იმიტომ რომ როცა უახლოვდები ეს რაღაცატომღაც მაინც მჭიდროდ იქსოვება ეს ადგილი. კარგით, ეს ახლა აი ესე დავამთავრეთ ეს ორნამენტი, აი ესეთი ორნამენტი. აი ესე ვფიქრობ, რომ ეს შუა ნაწილებს არ გავუკეთებ ის ესეთ შემოვლას, აი ესე დავტოვებ. ეხლა გადავდივართ უკვე არკაზე. ანუ ჩვენ ახლა ასე ვგსოვდით, მართალია. ახლა აქეთ უნდა გადმოვიდეთ ცოტა, ანუ ჩვენი არკა აქეთ მხარეს არის. შემართებელი თვლებით, როცა გადაადგილდებით, ესე უფრო ხერხებულია შემართებელი თვლებით და აი არკაში, გადადით არკაში. ეხლა ჩვენ მოგხსოვთ ფოთლებს უკვე, აი ესეთ ფოთლებს მოგხსოვთ. ძალიან ლამაზად წაწვეტებულია. ანუ აქ ფაქტიურად მატებაა და მერე უკვე მოტრიალება, ხო? ესე იგი, აქ მოგხსოვთ ახლა 5 თვალს მოგხსოვთ თავისუფალს, აი ესე, ხო? როგორც აქ ბოლო ფოთოლზე იყო და ახლა ამის შემდეგ ტუნისულ, ესე იგი, ტექნიკით, ხო, მეთოდით, ისევ ესე როგორც მანამდე ვგსოვდით. ესე წინა 4 თვალში ესე ამოვიყვანეთ თვლები და მერე არკაშიც. არკიდან ერთი თავისუფალი და მერე ორი ერთად. ერთი თავისუფალი თვალი მატებას ვაკეთებთ. ესე იგი, მატებას გააკეთებთ იქამდე, სანამ აი კარგი სიმაღლე არ იქნება თქვენ ფოთოლს, ეგ იქნება თქვენი ფოთლის წვერი. მერე რომ მოტრიალდეთ, ხო, უკვე შემცირება უნდა გავაკეთოთ. წინა ფოთლები ცოტა სხვა ფორმის იყვნენ. აქ წაწვეტებული ფოთოლია. აი არკიდან ყოველთვის თავისუფალი თვალი და მერე უკვე ორი ერთად, ესე ძაფები 2 ერთად. აი ესე. ისე მოუმატებ ერთი თავისუფალი თვალი. ჯერ პატარა ხედავთ, აი ამ ფოთოლს საკმაოდ უნდა გაცდესა, რომ როგორც აი აქ არის, ნახეთ, აი ჩანს აქ გრძელი. ეს ტუნისულ მეთოდს აისთვისებთ, ესე იმდენად ბევრი ფოთლებია საქსოვი, რომ უკვე
გეცოდინებათ, როგორ იქსოვება. ახლა კარგად შევხედოთ, აი გარჩევა არის ამ ვერტიკალური ხაზების ცოტა პრობლემა ხოლმე დაწოლილია თავიდან და არ ჩანს კარგად. ეს ორჩა. ახლა აქეთ ერთი თავისუფალი და მერე ორი ერთად. აი ეს კიდევ მატება. კიდევ მოვუმატებ. მგონი რამდენჯერმე კიდევ უნდა მომატება, რომ კარგი ზომის ფოთოლი მივიღოთ. კიდევ მოვუმატე ხო და ახლა რომ მოგსო შევხედავ ამ თქვენზეა დამოკიდებული როგორი ზომის გინდათ რომ იყოს ეს ფოთოლი, იქ გაჩერდებით ესე იგი და უკვე დაიწყებთ მოკლებას. არკაში აუცილებლად შედიხართ ხო? ერთ თავისუფალ თვალს გსვთ და მერე უკან მოდიხართ ისე. აი ეს, ნახეთ. აი ახლა მაქვს აი ესეთი ფოთოლი, მოდით ესეც გავშალოთ. ვფიქრობ, რომ კიდე შეიძლებოდა ერთი მატების გაკეთება. მოდი კიდევ გავაკეთებ ერთ მატებას. რაც მინდა რომ ჩანდეს ეს წაწვეტებული ფოთოლი კარგად. ისე კი ამის სიმაღლე არის ახლა. ვფიქრობ, მაგრამ კიდევ არა წმინდა. ერთი კიდევ მატება გავაკეთოთ და მერე მოვუკლებ. იქ მეგონი ჩანს ხო? ცოტა დაეკარგა ფოკუსი ბოლოს. აი ეს მეგონი ეს უკვე საკმარისი სიმაღლე აქვს. ეხლა ერთ თავისუფალ თვალს მე მაინც მოგსოვ, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მატებას ვაკეთებ. ერთ თავისუფალი თვალი და ეხლა ვგსოვთ აი ამ კიდურა თვალს როგორც შემაერთებელს და დანარჩენს როგორც ტუნისული მეთოდით. აი ეს მოკლება გავაკეთე ესე თქვათ, მაგრამ ის ერთი თავისუფალი თვალი მოგსოვ, იმიტომ რომ წვერი რო წამახვილებული ყოფილიყო, ხო? აი ეს შემდეგი მოტრიალებების დროს უკვე თავისუფალ თვალს აღარ მოგსოვ ხოლმე ხა. ისე მოვაკლებთ რომ თავისუფალი თვალი არ გჭირდება. არკაში ბოლოს თავისუფალი თვალი იყო და ახლა ორი ძაფები ერთად უნდა ამოვიყვანოთ. აი ეს. შემდეგ მოკლებით, ანუ ახლა როგორც თქვით ხო, თავისუფალ თვალს აღარ გსოვთ, აბა დააკვირდით. აი ეს არის თქვენი ეს თვალი, რომელიც უნდა ესე შემართებელი თვალით გამოვიტანოთ და დანარჩენი ტუნისული მეთოდით. აი ესე იგივეს ვიმეორებთ. ასე მოვაკლებთ, სანამ არ დაგვრჩება, ესე იგი, არკის ჩათვლით
5 თვალი. 5 თვალი რო გაქვთ უკვე დარჩენილი, ანუ თვლებს როგორ ხვდებით, ხო? აქ ძაფები რო გაქვთ, ვერტიკალური ძაფები, ანუ ეს არის თითო თვალი, ესე რომ შევდივართ, ხო? ხა ჯერჯერობით ბევრი თვლები მაქვს, то მოკლებებია საჭირო. პრინციპში შეგიძლიათ აი რამდენი თვალიც მოუმატეთ, ხო? წერომდე რო ავდივეთ, იმდენივე უნდა მოაკლოთ, ასეც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ. ესე, კიდე მოკლება გვინდა. აი ეს და შემდეგი ისე ტონისული მეთოდით. საკმაოდ ისეთი სამუშაოა. ჯობია არ იჩქაროთ და თითქოს მოთმინება სიტყვის, მაგრამ ეს როცა ჩქაროთ და თუ არ ჩქაროთ, მაშინ ესე სიამოვნებით თუ გსოვთ, არ გეჩქარებათ არსად და ერთობით ამით, მაშინ ძალიან სასიამოვნო საქმეა. ხო, ესე ჯობია გამოყოთ დრო და აი 3 თვალი ერთად ამოვიყვანე, არა 2 ერთად და მე 2 ერთად. კარგი. ისე მოკლება გვინდა. ერთადერთი რაც არის, აქ რო ძალიან წვრილი ძაფით გსო და ხო, ცოტა თვალის მხედველობაც ესეთია, საჭირო. კარგად უნდა დაინახოთ ეს ყველაფერი და ფაქიზად იმუშაოთ. თუმცა შეგიძლიათ უფრო სქელი ძაფით, რომ საბოლოო ეს თქვენი ყვავილი უფრო დიდი ზომის გამოგივათ. ეს ახლა ჩემთვის კარგი ზომაა და ძალიან ძიმე ყვავილიც არ მინდა რომ იყოს ნაძვის ხეზე, რომ პრინციპში კი მაქვს უფრო დიდი ზომის ყვავილიც ზედ, მაგრამ ეს თქვენი გადასაწყვეტია რა ზომისას გააკეთებთ. აი ესე მოვაკელი და ისევ ტონისულით. 3, 4, 5 და არკაში. აი ცოტა დაგვრჩა და ფაქტიურად ეს ფოთოლიც დასრულდება და მე უკვე ასე გაიმეორებთ, ესე იგი ამის შემდეგ პირდაპირ ფოთოლი კი არ იქნება, აი ჯერ ეს ორნამენტი, ხო, იმიტომ რომ ამ წერტილში იქნებით, აი არკას და არკას შორის და მე უკვე ახალი ფოთოლი. კარგით, ჯერ ისევ, აი მოკლება გვინდა, შემართებელი თვალით და მე ისევ 2 აი ესე გადათვლით. ნახეთ, 3 იყო ხო, 4 და მორჩა 5. აი ეს უკვე ნიშნავს, რომ ნახე ეს არკის ჩათვლით 5 თვალი გამომივიდა და აი ეს ნიშნავს, რომ ეხა შემდეგი რიგი მარტო აი უკვე ბოლო რიგია ფაქტობრივად და მოკლებებს გავაკეთებ. ნახეთ, 1 2 3 4 და ნახეთ მორჩა, აი უკვე არკაში მეხუთე თვალი. აი ეს ნიშნავს, რომ დასრულდა ეს თქვენი ფოთოლი. ეხლა როგორც გითხარით, აი ამ არკას და არკას შორის, აი აქ, სადაც იყო ჩამაგრება, აი იქ უნდა შეხვიდეთ. აი აქ შემართებელი თვალით და აქედან უნდა მოგსოთ ზუსტად ასეთივე, როგორც აი აქ. აი აქ რაც მოგსოვე, ესეთი ორნამენტი უნდა მოგსოთ ისევ 15 თავისუფალი თვალი. მერე იყო გრძელი თვალი, ხო, 6 ნამატით. 2 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15. მერე იყო აი ესე 6 ნამატით. ახლა ვიმეორებ ფაქტიურად მე რაც მოგსოვე უკვე ადრე. 1 2 3 4 5 და 6 იგივე წერტილში, ხო, საიდანაც ამოდის. აი აქ. აქ უნდა ჩახვიდეთ და ამოიყვანოთ ეს გრძელი თვალი. 2 ერთად, აი ეს თქვენი ხვიები რაც დააგროვეთ, ხო? აი ეს ნახზე უნდა ამოიყვანოთ. ესე და მიიღებთ გრძელ თვალს. აი 2 ერთად, ხო? 2 ერთად და კიდე 2 ერთად. აი ესე. აი ესე. შემდეგ იყო 5 თავისუფალი თვალი და ისევ 2 3 4 5 6 ნამატით იგივე წერტილიდან, ხო?
აი ესე უნდა გსოთ და გსოთ, ესე იგი ამ ორნამენტის შემდეგ, ესე იგი გექნებათ ისევ აქ პირდაპირ 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად და 2 ერთად. ისევ აქ 15 თვალი, აი როგორც აქ მქონდა, ხო, ესეთი ნაკსოვი რომ გამომიდეს. 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14 და 15. აი ესე. ისევ საწყის წერტილში ჩააბრუნებთ და მოგხსოვთ თვლებს ნამატის გარეშე. ესე იგი. აქვე ხო? ახლა ახლოსში სადაც ახართ, იქვე ესე გააგრძელეთ და შემოუარეთ თვლებით ნამატის გარეშე. ამ წერტილებში არ დაგავწყეთ, რომ 2 თვალი გჭირდება, თავისუფალი თვლები და ამის თავზეც, რომ გამოგივიდეთ ლამაზი ესეთი წაწვეტებული ფორმები. ამას როცა მორჩებით, მერე უკვე ფოთლის დროა. ფოთოლი, რა თქმა უნდა, თქვენ თუ იქნებით დაშორებული, თქვათ არკიდან, აი ამ არკაში ეს არის, ნახეთ, აი რიგის მიხედვით აქ ვიყავით, ხო? ამას მორჩებით და შემდეგი აი ეს არკაა. ეხლა ამას როცა შემოუვლით, ხო, როგორც მე უკვე გაჩვენეთ ამ ორნამენტს, თუ აი აქ მოხვდებით, ეხლა ესავარაუდოდ აი აქ მოხვდებით, აქედან გადმოხვალთ, აი ამ არკაში უნდა მოხვდეთ აუცილებლად და მომდევნო არკაში დაიწყებთ ქსოვას უკვე ფოთლისას. ფოთოლს მორჩებით, ნახეთ, მოხვალთ არკას და არკას შორის აი ამ წერტილთან, აქ გადმოხვალთ შემართებელი თვალი და ისევ აი ამ ორნამენტს მოგხსოვთ. ორნამენტს მორჩებით, ფოთოლი, ორნამენტი, ფოთოლი, ესე ფოთოლი ქსოვება არკაში, ორნამენტი ქსოვება არკას და არკას შორის, აი ჩამაგრების წერტილი რო გაქვთ აი ესეთი, აი მანდ. მოკლედ ჯამში ესეც 5 გექნებათ, ფოთოლიც 5 გექნებათ, აი ეს წინასწარ გითხრათ, ხო? როგორც აქ აგვაქვს, აი ესე. უკინდა 5 ფოთოლი ჩანს და ესენიც მგონი ჩანს, ხო? 5-5-ია. ძალიან ლამაზი გამოვა ნამდვილად. კარგით, მეც გავაგრძელებ, თქვენც ესე მოგხსოვეთ და მე მგონი არ გაგიჭირდებათ. აი ეს ყვავილიც მზად არის, ნახეთ. 5 ფოთოლი გვაქვს ესე ბოლო მესამე რიგში და ასევე აი ესეთი ორნამენტული ნაკსოვები. აი ეს. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ცოტა ესენი შეიძლებოდა ბოლო ფოთლები კიდევ უფრო დიდი ზომის გავკეთებინა, ვფიქრობ, მაგრამ ესეც ლამაზია, ვფიქრობ. ნახეთ, აი ესეთი ყვავილებია. აუცილებლად სადაც ძალიან ლამაზია და სხვადასხვა ფერის თუ ესეთი, აი თქვა თუ ესეთი ფერის ძაფი გექნებათ, ჭყიალა უფრო ესეთი ძალიან ლამაზი გამოგივათ. ნამდვილად კარგი ორნამენტია საშობლო ნაძვის ხის. კარგით, აბა წარმატებები ყველას.